გამარჯობა, მე ვარ მარი ბოლქვაძე, ეს არის კინოდეტალები. ცხოვრება ვარდისფერ ფერებში. რეჟისორი და სცენარის ავტორი ოლივე დაჰანი, მთავარი როლის შემსრულებელი მარიონ კოტიარი. ეს გახლავთ ბიოგრაფიული ჟანრის ფილმი, რომელიც მსახიობის და მომღერლის ედით პიაფის ამბავს უყვება. მიუხედავად არაერთი ბიოგრაფიული წიგნისა და რამდენიმე ეკრანიზაციისა, ედიტის ცხოვრება მაინც ბურუსით არის მოცული. ამიტომაც არ ცხრება ინტერესი ამ ლეგენდარული მომღერლის მიმართ. სწორედ ეს საყოველთაო ინტერესი იყო ძირითადი მოტივი რეჟისორ ოლივერ დაჰანისთვის, რომ ედით პიაფზე ფილმი შეექმნა. ფილმში თხრობა ედიტის ბავშვობიდან იწყება. მისი დედა უიღბლო ნაკლებად ცნობილი მსახიობი იყო, მამა კი ქუჩის აკრობატი გახლდათ. ედიტი ბებიასთან იზრდებოდა, რომელიც ნორმანდიულ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა. როდესაც პიაფი სკოლაში შეიყვანეს, ამას თანაკლასელების მშობლების დიდი გაღიზიანება მოჰყვა. არ უნდოდათ, რომ საროსკიპოში გაზრდილი გოგონა მათი შვილების გვერდით მჯდარიყო. ამიტომ პიაფი სკოლიდან გამოვიდა. მომღერალს განათლება საერთოდ არ მიუღია, თუმცა ეს ფაქტი ფილმში არ ჩანს. Tu pleures. T'es toute seule? Oui? Elle est où ta maman? Je traîne comme une chaîne, ma lourde peine sans autre bien. C'est dans ma vie une manie. როდესაც მთავარი როლის შემსრულებლისთვის მსახიობს ეძებდნენ, რეჟისორმა მარიონ კოტიარი ისე დაამტკიცა, რომ არც კი უნახავს. ამის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ რეჟისორი მარიონის და ედით პიაფის თვალებში მსგავსებას ხედავდა. მსახიობმა ჰონორარის სახით საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა და თანხმობაც მიიღო. თავის მხრივ ფილმის პროდიუსერები თვლიდნენ, რომ მარიონ კოტიარი ედიტს კარგად ვერ განასახიერებდა. ეს კი რეჟისორსა და პროდიუსერებს შორის მუდმივი კონფლიქტის საგანი იყო. Ni le bien qu'on m'a fait, ni le mal, tout ça m'est bien égal. ფილმის გადაღებები 2006 წელს დაიწყო და ის პირველად ბერლინის 47-მე კინოფესტივალზე უჩვენეს. Avec mes souvenirs, j'ai allumé le feu, mes chagrins, mes plaisirs, je n'ai plus besoin de balayer les amours avec leur trémolo, balayer pour toujours. Je repars à zéro. მსახიობი კი, რომლის ნიჩშის პროდიუსერებს ეჭვიეპარებოდათ, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგულენოვანი ფილმისთვის მსახიობ ქალს ოსკარი გადაეცა. Marion Cotillard. La Vie en Rose. This is the first Academy Award and nomination for Marion Cotillard. ფილმის ორიგინალური ფრანგული სახელწოდებაა Le Môme, ბავშვი. მისი შემოსავალი დღეისთვის 89 მილიონ ამერიკულ დოლარს ითვლის. Si vous ne pouviez plus chanter. Oh, je ne vivrai pas. Redoutez-vous la mort? Moins que la solitude. Priez-vous? Ah oui, parce que je crois à l'amour. მე ვარ მარი ბოლქვაძე, ეს იყო კინოდეტალები.